მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. აი რა არის თქვენთვის ის საკითხები, რაც ბუნდოვანია და ბუნდოვანია აი რიჟვაძის საქმეში კონკრეტულად, ამ ადამიანის საქმეში, რომლის ირგვლივაც ბევრი კომენტარი მოვისმინეთ ამ საქმის ირგვლივ, მაგრამ ასევე ალბათ დამეთანხმებით რომ დარჩა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა და ან როგორ შეიძლებოდა რომ არ დარჩენილი იყო, როდესაც ძიება მესმის რომ არ არის დასრულებული, მაგრამ მაინც ცხადია იწვევს ინტერესს ეს არაერთი საკითხი. Აი თქვენი აზრი რა არის ამ თემის ირგვლივ და თქვენ რა კითხვები გაქვთ? მოგესალმებით ანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ამ ფაქტმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. არ არის აი ადამიანი რეგიონის მკვიდრი, რომელსაც სურვილი არ კონდეს ვინმესთან გასაუბრების. აი ქუჩაში მაჯერებენ და მეკითხებიან არაერთი შეკითხვა, არაერთი კითხვა. ამ დროს მეც ყველაფერი ისე ვიცი, რაც ზოგადად საზოგადოებამ. უპირველეს ყოვლისა, გადაჭრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას, იმიტომ რომ მე შევამჩნი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, როცა ექიმებმა უპასუხოდ დატოვეს კითხვა, ჰქონდა თუ არა თორნიკეს სახეზე ან სხეულზე სხვა ზოგადი ხასიათის კონკრეტული დაზიანებები და თავი არიდეს პასუხს და ეს პასუხზე თავის არიდება რაღაც საეჭვოდ მომეჩვენა. მინდა ვთქვა ის, რომ კარგია, რომ თორნიკე გადაყვანილია თურქეთში, სტამბულში და იქ გადის მკურნალობას, თუმცა მგონია, რომ თორნიკეს მკურნალობის პრობლემები აქაც მოგვარდებოდა დადებითად. თორნიკე აუცილებლად გამოჯამრთელდებოდა და დაუბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, მაგრამ მგონია, რომ ოჯახმა ის განარიდა აქაურობას. ასე ფიქრობთ? საფრთხე, ასე ვფიქრობ, საფრთხე ჯერჯერობით კიდევ არსებობს, ანუ არ მოხსნილა. აი რატომ ფიქრობთ ასე, ქალბატონო მედია? ჩვენ ვნახეთ პრემიერის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ ის და მის მეგობრებს არაფერი ინტერესი არ აქვთ მის მიმართ. მე ვნახეთ თქვენი სტატუსი სოციალურ ქსელში, თქვენ განგსტერულ საქართველოზე ლაპარაკობდით, რომ ალბათ ამ წერილის გათვალისწინებით, აი ვინ და რამდენს ითხოვდაო და ვისთან უნდა მისულიყო ამოღებული, ამის დადგენა არის მნიშვნელოვანიო. აი როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელი არის თუ არა არსებული სურათის გათვალისწინებით და რატომ არ არის საფრთხე განეიტრალებული რიჟვაძის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ? ჯერ ერთი მთელი დღენახევარი და 2 დღე მე ასე ვიტყოდი, ხელისუფლება იყო დაბნეული რა მიმართულებით წაეყვანათ თავიანთი ამ ფაქტის შეფასებები. ამიტომ აჭარაში იცით რას ჰქონდა ადგილი, ადამიანები, რომლებიც მეგობრობდნენ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან, ყველამ თავისი სოციალური ქსელიდან, თავისი გვერდიდან ყველამ აალაგა მასთან გადაღებული სურათები. კი, წარმოუდგენელი სურათი და მოცემულობა იყო ნამდვილად. მიმართულება თუ კიდევ რამე შეიძლება იყოს წარმოუდგენელი. კომენტარებს გააკეთებდა კი ბატონო, ხელისუფლება და როდესაც ხელისუფლებამ სული მოითქვა და შემოიბრუნა რაღაც თითქოს სიტუაცია, ასე გონია. მე ისევ გამოფინეს ეს სურათები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საჩოთირო და ძალიან ცუდი. აი ამ ბუნების, ამ მენტალობის, ამ პრინციპების ადამიანები საუკეთესო ქვეყანას ვერ აგვიშენებენ. ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული. აი მაგალითად მე და ჩემმა თანამებრძოლებმა სწორედ აი პირში თქმას, პირუთვნელ პოზიციებს შევწირეთ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება. ეს ჩემთვის არის გაუგებარი, უკიდურესად გაუგებარი.
მე იცით რა სულ ფიქრობ იმაზე რომ თუნდაც აი პრემიერის გამოსვლა რომელიც თქვენ ბრძანეთ რას გავდა ეს გამოსვლა ესე იგი ისე უნდა რომ აიცილოს ყველაფერი თითქოს ხელისუფლება არაფერი შუაში არ არის არადა ამ წერილში სხვამ დაწერა თუ თორნიკემ დაწერა თუ სხვას დააწერინეს საკვანძო არის ის რომ მისგან ითხოვდნენ ძალიან დიდ თანხას ღმერთო ჩემო და ამ თანხის მოთხოვნა ვის შეეძლო იმ ჯგუფს იმ კრიმინალურ ჯგუფს ვისაც აქ ის გავლენები მე არ მქონდა ხოლმე ხშირად და კრიტიკულ მედიას დააბრალა ეს ყველაფერი ეხლა ეს მაშინ როდესაც ყველაზე თამამად ყველაზე გულწრფელად მე სხვამ რიგით ადამიანებმა და მედიამ გამოხატა თანაგრძნობა, თანადგომა და სურვილი რომ გადარჩეს თორნიკე და გამოჯამრთელდეს და დაუბრუნდეს თავის ქავტონო მედია აი ეს არის აჭარაში ყველა მიცის ან აუცილებლად უნდა ვთქვა აჭარაში ყველა მიცის რომ თორნიკეს რეკომენდატორი ამ თანამდებობაზე იყო კახი კალაძე ქალაქის მერი ეხლა მე მის კომენტარს მე ვერსად ვერ წავაწყდი იყო მისი კომენტარი მე ესე ვიტყოდი მსუბუქი შეფასებით მოკლე კომენტარი რომ ის გამოჯამრთელებას უსურვებს თორნიკე რიჟვაძეს ამის თქმა შემიძლიაო ასეთი იყო თუ არ ვწდები შემიძლია მოვძებნო ციტატა რომ არ გამოვიდეს ეთყობა შევეცდები რომ მოვძებნო ახლა როცა დავბრუნდები ოჯახში მე კიდე მგონია რომ მან სერიოზული კომენტარისთვის იმიტომ ვერ მიიცალა ვერ შეაფასა რომ თაწმინდასია ასული და იქედან გამოსაქანებლად ემზადება ჩემო კარგო იცით როგორ დაღლილია საქართველო ამ ხელისუფლებისაგან რამდენი პრობლემა ამ დროს იცით დილით ცოტა სიხალვათე რო არის ადამიანებს იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს აი სანაგვე ყუთთან მისულ ადამიანს აი ჯანსაღ ადამიანს აი რო ვხედავ მოწესრიგებულ ადამიანს რო იქ რაღაცას ეძებს ეს არის აი სიცოცხლე არ მოგინდება ამიტომ ამათმა აუცილებლად უნდა აიკრიბონ თავიანთი გუდა ნაბადი და მოცილდნენ ამ ქვეყანას განთავისუფლონ ის ახალგაზრდები რომლებიც საკნებში არიან და პოლიტიკური პატიმრები და ჩაინიშნოს უნდა აუცილებლად ახალი საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ არჩევნებთან ერთად დიდი მადლობა დაგემშვიდობებით